თუ მართლა ეხლა ნუნუს ჭირდება ეს ძვირად ღირებული ოპერაცია, ემზარის და ნუნუს მაგის ფული არ აქვს და ფული ჩვენ უნდა აუგროვოთ რა. ვა, რა აქტიურია ნაშა ანახე რა. სულ თვითონ წერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. ისევ მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფია. Lascia ragazzi. Date da ragazzi, ხელი მაღლატე. Date მეთქი დანდა რო გეუბნები. აცი ეკაცო ექტოფი შენ არ გაგივარდეს არა. მორჩა დამთავრდა. თელი ცხოვრება დამცინი ბოლო უნდა მოეღოს მაგ ყველაფერს ეხა. ბოლო უნდა მოეღოს, მორჩა მეთქი, ადექი, დადე დანა დაადექი. ეს არ არის ნორმალური, არ არის ეს, არ არის. თელი ცხოვრება მე დამცინი. დადე მეთქი ექტოფი. ეუბრები გამოკრავს სასხლეს დერვიულ და მიგასხმევინებ ტვირს ადექი ბიზო. ადექი. ახლა პეთქი ადე. აცი ექტოფი შენ არ ახარ, შენ ნორმალური არ ახარ. გამოვიდება, გამოდი აქ. სად გამოვიდი? გადი მიდი იქით წადი. რა გინდა რა? წადი მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. ჰა? მიდი ტუალეტის კარი გააღებინე. გაგინდა კაცო რა. გააღებინე ტუალეტის კარი. რა შენ არ ახარ ნორმალური. გააღე ტუალეტის კარი, გააღე. გავაღე რა გინდა რა? რა მინდა და დარწმუნებული ვარ მაგრად შეგეშინდა და მიდი ფიზიკერი ახლა. მაგთოფით მაიმუნობას შენ მაგთოფით მართლა მაიმუნობას გირჩევნია ის მითხარი რომ თელი ხამე წარბებს რატო მაწიწყნიდი რა იყო რა მოგივიდე მოკლედ ხო ისა რა ქვია სიზმარი ნახე ლაში ხო ხტები და წესიერად ილაპარაკე კაცო ხო მართალია სიზმარი ნახე ხო და ვიდექი ჩემთვის და ხელში მეჭერა გვირილა და თამაშობდი უყარა რა უყარავს რა ხო ეს ხო ხტები და სხვათა შორის უყარვა ლაში რო იცოდე კი არა ხარ შენ ნორმალურია უყარვარ კი უყარვარ არა ხარ ნორმალური შენ აი ეს ფული მეც დავდებ ნუნუსთვის ნიკა დედიკა ყულა ბაგატეხე ხო 20 ლარი აკლდა და 20 კერო 30 დებილი კლაცარი ელენე ისე რა აი ეს ფული გამომართვი რა მეც მინდოდა გუშინ მინდოდა მომეც ამარა 30 ლარი დამაკდა დღეს მეგობარს ვესეს ხედა ეს თოფიე მაგარია ნიკა დადე ეგ თავის ადგილზე დროზე დადე წადი შენ 13 სადინე გვაქვს 13 სადინე მიდი და ვისია ეს გია მიყიდა ახალხანს და დღეს დამპატიჟა სანადირო ცხოთაშვილის და ამით წავიდეთ ვინადიროთ და წავალ ჩვენც ვინადირებთ და ბარემ წავინადირებთ რა ხო ო პატა მაგრამ ეხლა ნადირობა ხო აკრძალულია ვიცი მაგრამ მაინც წავინადირებ ცოტას პატა ეხლა ხომ არაფრის მოკლა არ შეიძლება ელენე ადამიანმა ზედიზედ ერთდროულად 17 კარაქენი პური რო ჭამოს ეგ შეიძლება აჰა შეხედე მე 18 მიდი ლაშა გენაცვალე მიდი გული არ წაგივიდეს არ ვიცი პატა რამეს თუ მოკლავთ იცოდე აქ არ მოათრიოთ გასკელენე მოვათრიოთ რა ლაპარაკია ხა დაუშვათ მოკალით ბუ ხო იყვან სახში ბუს მე ადექი შენეს და დიდი ბუ დაჭერი პატარა ბუებად და გააკეთე გუფთა ბუს-გუფთა ჰა შენიერი რა ან იმას ვიზავთ აფია წავალთ და მოვკლავთ ოფოფს მე ჩამოვიყვან შენ გააკეთე ოფოფის სუპს და ლაშეროში ჭამ სიტყვის ოფოფოფო რა გევრიელიო კარგი პატარა სისულელებს ლაპარაკობ რა სიზავ ლაშა შენ რა გადაწყვეტე წამოხვალ ჩვენთან ერთად არა პატა მეზარება კი სარი ხო მეზარება სანადიროდ წამოსვლა თქვენ რომ მოინადირებთ მე აი ნანადირს რომ მოიტანთ ხო მე მევინადირებ იცი რა ლაშა ეხა რა დავფიქრდი ხო
მე და გირო წავიდეთ სანადიროდ. და დაუშვათ ტყეში შეხვდა დათვი. ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ? ხო და შენ რო იქ იყო, ხო? მიხვალ, დაელაპარაკები, გავუგებთ ერთმანეთს როგორ დათვი დათვს. მე შენი იმედი მაქვს და შენ როგორ ზნე ისე გადაწყვეტ. მე შენი იმედი მაქვს პატა, მე თუ წამოვალ და დათვი თუ შეხვდა, შენ თავს გადაუგდებ იმ დათვს, გადაუგდებ სანამ შენ შეჭავს მე გავიქცევი. ესე იგი მოდიხარ. არა, მეზარება. გეზარება, ხო? ხო და აი მარინა რო გაგვატა საჭმეს, მარტო მე და გიო რო შევჭამთ, იყავი მე ეგრე. ხო. მარინა გატაც საჭმე. დიახ. პრინციპში რას ვაკეთებ სახში? მე წამოვალ, მაინც არაფერი საქმე არ მაქვს და. ხო, რითი მივდივარ? რა ვიცი, იმედია გიას პატარა მანქანით არ წავალ, თორე მართლა რო შეხვდეთ დათვი მანქანიანად შევჭამს და მე. გააქვს შენ რამე სანადირო აღჭურვილობა? არა, მაგრამ ვიშოვი და ორ პატრონტაჟს წამოვიღებ. ერთს ტყუებისთვის, მეორე სოსისებისთვის რა. ეგ არ დაგავიწყდეს ხო, სოსისები არ დაგავიწყდეს. ლაშავიძია, მეს წამოვალ რა სანადიროდ? არა. რატო ლაშა რა გინდა წამოვიყვანოთ ეს უნდა აკეთოს რატო რა გინდა ძაღლად მაინც გამოგვადგება რა გინდა რა გინდა ხო სახშუალი ნიკა პუტი ეძება იპოვა მოიტანა ნახე რა გინდა შეხე ოჩა შენელი ძაღლია ლაშა რა არ მოგწოს ვერ გავიგე ნახე რა და წავიყვანოთ ახლა ეს თუ წავიყვანოთ მეთქი გეუნები წავიყვანოთ სად უნდა წაიყვანო? სანადიროდ არა ნიკა სანადიროდ ვერ წახვალ ბუნება გაქვს სასწავლი მიდი კარგი რა დედა რა. ბუნებაში წავიღებ და იქ ვისწავლი. ნახე რა კარგად გავრითმე ქართულიც ვისწავლე. არა მეთქი ნიკა ვერ წახვალ სანადიროდ პატარა ხარ შენჯერ. კარგი რა, 7 წლის იყო ვახტანგ გორგასალი მეფე რო გახდა და შენ 12 წლის ბავშვს სანადიროდ არ მიშვებ? აჰა, ისტორიაც მისწავლია. არა ნიკა დედიკო ვერ გაგიშვებ სანადიროდ საშიშია. რა არის საშიში ვეფხვი იქ არ არის და ლომი და. სამაგიეროდ პატა იქ თოფით. არა ნიკა დე დავამთავრეთ ამ თემაზე ლაპარაკი. კარგი, მოდი არ დაწყნანდი, არა უშავს, კარგი. დიდი ბიჭი რო გაიზრდები, მე წაგიყვან სანადიროდ. მანამდე დაჯექ სახში ის იმეცადნე ბუნება, მე წავალ ვინადირებ რა ვქნა ბავშვია. შენ ბუნება იმეცადებ, მე ვინადირებ და მე ვინადირებ, შენ ბუნება იმეცადინე, მე ვინადირებ, შენ ბუნება იმეცადინე. რა და გეყოფა. აი, ხო, კარგი. კაი, წავედი და ლაშა მობისმენე რა უნდა გითხრა ის, აბარებ გეტყვი ახლა რომ შემთხვევით ტყეში ტყვია თუ დაგარტყი მაპატიე გაიგებ? შემთხვევით თუ გაგარტყი ტყვია მაპატიე, აბა მე რო გაგარტყა მე ხო ვეღარ გეტყვი ამას და მაპატიე მეთქი ხო. კარგი, წავედი აბა და შენ ელენე, რო ვამბობ რომ ეს არ არის მეთქი ნორმალური არ გჯერა თქვენგან. ვინ არ გიჯერებს? ხო, არა, ესე პრინციპში მართალია. მარინა რა არის რამდენამეს პატნა რაღაცი აქვს სანადირო წასვლას. უი, კატლეტი. ხო, კატლეტი გამატარი. კატლეტს გამატან, აუცილებლად მოკლავ დათვს. ეგ როგორ? როგორ და ლაშას წილს გაუნაწილებ დათვს და ლაშა გამწარებული გაიგდება და სადაც მიახშობს. ოჯახ მამა, ოჯახ, აი კლასიკური მიროტაძეული იუმორი გამოგივიდა. ეკა. წამოხვალ ჩვენთან ერთად სანადიროდ. არა. არ მიყვარს მამა ნადირობა, არ მიყვარს და რანაირი ქართველი ვარ და ჩვეულებრივი. თან 1000 საქმე მაქვს ხო ისე არა? ეხლა აი მარინა რო სასოწარკვეთილი დაბრუნდება მართვის გამოცდებიდან ხო უნდა დავამშვიდო მე. არაფერი სასოწარკვეთილი არ დაუბრუნდები. აი გავალ და ჩავაბარებ. ნახავთ თუ არა. მიროტაძეების ჯინაზე მაინც. ვაიმე, მარინა, შენ თუ მართვის მოწობა მოგცეს, აუცილებლად უჩვენებ იმ სამსახურს ავარიის პრომოცირებისთვის. დამცინეთ თქვენ. და იცით რა კარგად ვისწავლე თეორიაც და პრაქტიკაც. ერთადერთი საკითხის სწავლა ვერ მოვასწარე. და ისეთი ბედი მაქვს, რომ ზუსტად ის საკითხი შემხვდება. და თუ ზუსტად იცი რომ ეგ შეგხვდება, მარტო ეგ ერთი გესწავლა და. ოჯახ. იცინეთ თქვენ და მე რომ მოვალ მართვის მოწმობით და გია ნანადირების გარეშე, აი მე ვინ ვის დასცინებს ნახავთ. მარინა, ისეთი დონტო გჯერა, ეხლა შენი ნათქვამის. როდის იყო მე ნანადირების გარეშე დაბრუნებული ვარ? როდის და სულ? ერთადერთხელ ჩამოიყვანე მკვდარი ციყვი. ისე ციყვისგან ფიტული როგორ ვერ გავაკეთე რა, ჰა? ეკა, წამოდი რა. ურაველში მივდივართ რა. ბუნებას ნახავ, გაერთობი, ჰა? კარგი რა მამა რა, კარგი რა. ურაველში დაგინდა.
სხვაგან არ უნდა წასულიყავი? კი, მაგრამ ჩემი თანამშრომელი რომ არის, გიორგი. ხო. აი ეს ლამაზი თვალები და მახინჯი ფეხები რომ აქვს. იმან გვითხრა რომ იქ ტახი იციშო და. მოიცა, იმას ლამაზი თვალები აქვს? ხო. რას ლაპარაკობ? ისეთი მახინჯი ფეხები აქვს, სახეზე არ შემიხედა. გია, ლევანმა დარეგა და მეუთხარ სანადიროს მიდის თქო. რაო მერე, შენმა ძმამ. რაო და ასე თუ გიჭირდათ, გეთქვათო და გამოგიგზავნიდით ხორცო. გასაცილოა. მოიმე, აი კლასიკური სულაბერიძეების მდარე იუმორი. მამა, გინდა მაგაზე მაგარი რაღაც გითხრა? მირე. შენ მანქანას მოუფიქრე ახალი სახელი. პარკინგის მგელი. არა მამა, აი მაინც გეტყობა რომ სულაბერიძის სიცხლი გაქვს რა, გარეული, მაინც გეტყობა. მარე, რომელი საათი არ დამაგვიანებს, 60-ზე მივდივა. მარინა, კიდე ერთი კაი შემომოგცე? აბა მიდი. აი მართვის მოწობას თუ მოგცემენ? ხო. რა? კარგი, ხო. რომ მოგცემენ? და შენ ძალიან ცუდად რომ წამოხვალ იქიდან, აი, ცუდად უშნო, ნელა. და ძალიან ბევრი ადამიანს რომ გააღიზიანებ ამით და რომ დაგეწევიან და ფანჯერას რომ ჩამოწევენ, ხო? აი მე რაც არ უნდა გითხრან და რაც არ უნდა გაჩვენო, შენ ყურადღება არ მიაქცე. იუმორი. აი ეს არის. არა ხარ ღირსი, მაგრამ ყველაფერი მზად არის და ჩაიტანე ეხლა ძირს. ხო. იმე ამ ძიმეშანთა რა ათრებს ეხლა ამას რა არის? აბა, დაშვებით? აი ძალიან მანერამ საჭმელი ჩამილაგა გაავს რაღაც ეშანთა და ისი მეზარება ამის treba და ვიფიქრე მოდი დაავტოვებ მეთქი ერთი რა. რას დატო? რას დატო? რას ლაპარაკობ შენ? რას ვიწო? დატოვებ არა იქ. მომეწე. ნანადირებს როგორ იყოფთ? როგორ და? ხორცი გიას. იმ ხორცისგან მარინამ წვადებს თუ შეწევს მე. და ტყავი პატ. წავედით? წავედი ხელა, ჰა. გია, იცოდე, ნაკლებად ქოლესტერინიანი ცხოველი მოკალით. ნაკლებად ზვირია მანქანას დაარტყი. წავედი დედა, გამოუსვი და მეც გავიქცევი. კიდე წამოყვე? არა? კარგი. აი მარტო როცა ვრჩები, მაინდა-მაინც მაშინ ჭედავს რა ეს ინტერნეტი რა. ნახე, რამდენი გირჩიყლია კაცო, სულ ყველად რამდენი გირჩიყლია. დავისუნოთ. დავლაგე და მე გავეწყოთ ნადირობა. გირჩევ, ხო და მიდი მე ეცი და ჭამეთ, მაინც ყველა წრიას გირჩევ. რა სახე ნორმალური არა. ვატა, მომისმინე? შემეხლა. ია, ცნობისთვის რა, რო იცოდე, წვრილი საფანტიც ამაკ წამოღებულ, თუ წყლა არის გაწნები, გაგეხურე რა იყო. გაჩის გია რა ბამბანერკა წამოიღე თუ რა არის? ბამბანერკა, ისე ათოფია, ბიჭო, შეხედე. ახე რა ათოფია. ცოტა ხანში ფერმერები დამეწყებენ, თუნდაც პირველი მე მომკალიო. რას ლაპარაკობ? ხო და ერთი ისე გთხოვს რომ მოდი მოგწმინდო. რომელი იყავ? რომელი იყავ? კარგი დაწნაგე. ჰა, დავიწყეთ ახლა ნადირობა, დავიწყეთ, რაღაც უყურებ. იცი ნადირობა? რას ქვია ნადირობა? ნადირობა ვიცი კი არა, ნადირის კვალის პოვნაც კი ვიცი. მართლა? აბა რა. აი უყურე, აჰა. აი ტაგს გამოულია აქ. ხო, მე რა გაჩერებულა აქ წამოწოვდილა. მე რა ამდგარა აქედან და წამოსულა აი აქ. გადმოსულა, უი, შინაური ღორი ყოფილა უკაცრავ. მომეცრე, ჟაკანი მომეცრე, ჟაკანი მომეცრე ამას ეთე. მოიცა კაცო, ხო. მეყოფა ახლა, აბა. მოგლეთ ასე, რა. ლაშა შენ წადი აი ამ ხეებთან იქ დაიმალე. ხო. და შენ აი აქ მოდი. აი ამ კუნძის უკან დაიმალე და აქ იყავ ჩასაფრებული. მე იქით წავალ, აი ამ ხეების უკან მე ვიქნები. კარგი. ხო და გიორგი და ბიჭები აქეთ გამორეკავენ ნადირს და იქეთ რაღაცა წამოვიდეს და ვესროლოთ და იქ იქნება. კი, ვერ გავიგე, შენ აქ სანადირო წამოვიყო თუ დამალობანა სათამაშო. რა ჩაიმალე, გაირი იმას ქენი. ვიყოთ აქ სამი ერთად გამოვიდეს რაღაცა ვესროლოთ მოკლათ, რა ხჭის ვერ გავიგე. მოიცა პატა, შენ მარტო დარჩენის ხორგეში. რა მეშინია, ლაშა, თოფი მაქვს, რა მეშინია, რას ლაპარაკობ? არა, ხო. ხილად უკან ხავსი. სად არის ხავსი? რა დაცინეთ ეს? წავედი.
დადმედი ხარ ლაშა დადე ეგ თოფით ყვილად მიგაქ მაინც არ დაგჭირდება რატო ვითომ რატო და სასახლეში თითი არ შეგეტევა და ეხლა რა ეგ თოფი რომ თუ რაღაცა შეხვდა კიდე გიში ესროლე და ეგ არის ხო ფრთხილად უკან ჯოხია სადარი არ მეცი ლაშა რა გინდა ვერანდერებს ვიშლი ხო თავდები გიჟომეში და გია მას ყურადღებით ხო ის მე დასვიდე ყველანი ერთად ავარ ყველა თოფები გვაქვს ნურაბის ნუ შეგეშენდება გაიგე ხო აქ იყავი შენ და თუ რაღაცა გამოივლის ეს როლე ოღონდ ჩუმად იყავი კარგი ხო ჩუმად იყავი კარგი გია რა უნდა გითხო იცი მაინც თუ კივილის ხმა გაიგე დროზე მოდი ხო ხო დროზე მოდი ხო შეგეშენე და გია ის ტუალეტი სად არის ტუალეტი აი ბილიქს ხედა ხო მე აი ბილიქს რომ გაუყვები ხო მარჯვენა მხარეს დიდი ხეებია იმის უკან ჰიპერმარკეტია და იქ არის ტუალეტი ფასიანი ხო არ არის კაცო რა ფასიანი პირველად ხარ ტყეში ბიჭო სადაც მოგიდება იქ არის ტუალეტი რანაირი ქართველი ხარ აი გამოგივი ეს ჩუმად იყავი არის ხმაურო თორემ ნადის დააფრთხობ გაიგე ნადის დავაფრთხობ არის ხმაურო რა გამოდის ახლა რო ვიხმაურო ნადის დავაფრთხო ძალიან კარგი ორუდილა რანინა დელია ორუდილა დელასა დელია ჩუმად იყავი ჩუმად გია ჰო არ არის ეს ნორმალური კარგი სოსო დაგირეკავ მე კარგი კარგი ელენე ვის ელაპარაკებოდი სოსოს ო თეკლა მომეცი კარგი ხო კარგი ილიას ველაპარაკებოდი აბა თეკლა რო იგებთ რომ ილიას ველაპარაკები სულ დამცინით ხოლმე ილია აუ ძალიან სუქანი ვარ რა სხვა ადგილი უნდა მოუნახო ნიკა რა საგეთებ რა ვიცი ორშაბათს ცუდად რომ არ გავხდე ყოველ შემთხვევისთვის რატო ამ წერს ეს ბიჭი რა ჭირს ნეკა გამარჯობა გამარჯობა უკაცრავად ჩემთან ინტერნეტი გაიჩნდა და შეიძლება თქვენი ინტერნეტით რო ისარგებლო კი ბექა დაჯიკი რაში რამდენხანსაც გინდა იმდენხანს ისარგებ ბექა იცი რა მაინტერესებს ლაშა მითხრა არ დამირეკო რაღაც უცნაური ზარი მიყენია შეიძლება პაატას ჩიტივე გონო და მესროლოსა და გიასთან ხო არ გილაპარაკია რამე მოინადირეს ველაპარაკე და მითხრა ლაშას ძინავს და ისე ხრინავსო რომ პაატას ეშინია და კივისო მე ამ კივილზე თურმე ლაშა იღვიძებს და ისვრის უმისამართად გაიქშებული რა ვიცი რა უნდა მოინადირონ ახლა მაგათ ვერთი სულ მოქვს ლაშაბიძე როდის მოვა ნიკა რა გინდა მოგიყვანოს სნიკერსი რა უნდა ნიკა ტყეში სნიკერს ტყეში არა მაგრამ ჩვენს ქვევით ხო არის მაღაზია ხო და გამოიეროს და მიყიდა მე გავახსენე რაღაც აუცილებელი სარეცხი მაქვს გავრეცხავ და მოვალ ვაიმე მომწერა ვაიმე რა მივწერო თეკლა გინდა ძალიან მაგარი რაღაც გითხრა კი მომათხოვე და ვითამაშე ვა რა მაგარი რაღაც მომწერა უკაცრავად რა შვები ისეც არაფერს ხო იცი რა თავხედივა რა უცნაური რაღაც მომწერა ნახე ნიკა ისეთი არაფერია ეტყობა მეზობელს აინტერესებდა რაღაც ხო იცი მეზობელები ხანდახან რა თავხედები არიან ხო მოკლედ ეხლა ხო ამან უცნაური რაღაც მომწერა მე ძალიან მაგარ რაღაცას მივწერ და უეჭველი სიცილით მოკვდება მიდი რა არის ეს
მოდი, აი, სიცილიანი სმაილიკები გამომიგზანა. ხოდით ხარი. ხო, მოკვდა სიცილით. უნდა მოვიდეს წესით ხა ნადირი რა ვიცი აქ არ მოვა წესით აქ მოვა აბასაწავა აქ მოვა ხო ვიცი ჩემი ბედი აბასაწავა შა აქ არ მოხვიდეთ არავით თორე დაგხოცავთ უყოლა წავდეთ რა სუქანია დიდხანს გეყოფათ ეგ შეჭამთ მოისე პატარა რაღაც ხმაურის ხმა რაღაც ხმაურის მოისე არ უნდა მეჭამა ეს პროტი რა რა იაუ აჭახულა რას მაშინა რაშა რა გიგა გული გამიხეთე გაჩუმდი მე კაცო რო გეულებია გაჩუმდი არ მოვა აქ ნადირი მე დია ჰო არ არის ეს ნორმალური არა გავიგე ჰო საშა ისი ჟაკანი დამიტოვე კიდე ერთი სალი მომეცი რა რა გინდა კაცო ამდენი ჟაკანი გამაგე რა თმინდა და რომ დავხარჯო ესენი ხომი დამჭირდება ერთი სალი ახლა ციყვი რომ მოვიდე და შეჭმა რომ დამიწყოს ამას ეგრევე ჩავდე და დუფ აბა ტანჯოს არ ჯობია გია იცის რომ არა ვარ ნორმალური უყვერი ხარ ხო არა ხო ან პრინციპში იყვირე ნადეს მაინც დააფრთხო ფიდი გია ხო არ არის ეს ნორმალური არ გემეთქი გეუბნები დებილი ხარ პაპა რა თოფიკი მე წამოიღე აძვარი ხეზე იჯექი წყნარად რა თოფი არა ის გია ო მოკალი რამე ჰა კი რა მოკალი ხმა რო არისო დავარჩე გია აწავიდა კაცო გია რა იყო პატარა რა გული გამიხე კაცო რა იყო და რა ნუ დაჯელი გინო ფამტყეში კაცო ნადერი უნდა აფთო თუ რა გინო ვერ გავიგე მოდი რატო დამეცეს რა გინდა იქიდან რაღაცა ხმა ისმის გაიგე და ყურადღებით ვიყოთ მე მგონი დათვია აბა ჩუმად მოусმო რა დათვი ბიჭო რა დათვი მოეცა რა ლაშა ჩავს ვაფს და იმის ხმა ისმის ამოგივიდა კაი წავედი მე და ჩუმად იყო მიცოდე ნადირი არ და ხო ჩუმ ლაშა ო ეს მართლა ვერ არის ხო ო გეუბნები ახო გეუბნები სანი მაგარი რაღაცა ვიცი მაგრამ რაში გამოვიყენო არ ვიცი ვერც თეკლას დავაშანტაჟებ და ვერც ბექას ამათ ხო ვერაფერში ვერ გამოიყენებ ანაირი ადამიანები არის ბექა ვინმეს ეჩეთავები? კი შენ? მეც ხო და სერიოზულად თუ აშტერებ ვინმეს? არა ვაშტერებ შენ? ხო მე უკვე დავაშტერე რაჭა აუ ნეტა ესეთი შტერი გოგო არის ეს მაგარი გოგო რა ბექა გინდა გითხრა როგორი გოგოა ხო საშუალოში მაგრის ხუჭუჭა ცისფერ თვალება მოიცა რა პატარა ხარ და არიც და ყველაფერში ცხვირს ნუყოფ პატარა რომ და ყველაფერში ცხვირს რომ ყოფ მაგიტო ვიცი ესე იგი ყურადღებით მომისმენთ ეს ელენე სად არის აბაზანაში რაღაც მნიშვნელოვანი სარესხო თუ რა ელენე ხო კარგი სოსო დაგირეკავ მე სოსო მომიკითხა ესე იგი დღეს თბილისში გაიმართება ძალიან მაგარი ის აუ რა ქვია სიტყვა დამავიწყდა ის გამოფენა ხო ძალიან მაგარი გამოფენა გაყიდვა ხო და უნდა წამოხვიდეთ და კარგი გამოფენა იქნება? არა ჩემი მეგობრის გამოფენა გაყიდვა არის და ხალხი არ მიდის და მთხოვა ვინც უსაქმურია წამოიყვანეო მე გამახსენდა ის აუცილებელი სარეცხი უნდა დავამთავრო მეც ვერ წამოვა მუშაობ ხო ხედავ კარგით რა ხო იცით რომ ვერ ვიტან ტყუილებს არ ვიცი რას ვიზამ უნდა წამოხვიდეთ უკაცრავად მე დაგტოვებთ
ეს ბიჭი ვინ არის? სოფი გაიცანი, ბექა ჩვენი მეზობელი. მე სოფი მქვია შენ? საცხოვრო. სოფი, ხო გითხარი ჩვენი მეზობელია თქო? ისა ბექა, ნუ მიაქცევ ყურადღებას ორ ინფორმაციას ერთად ვერ იმახსოვრებს. მეზობელი, ანუ ახლობლები ხართ? ხო, სოფი, გიას შვილია. გიას შვილი, ხო და გია ვინ არის? მარინას მეუღლე. მარინას მეუღლე, ხო და მარინა ვინ არის? უკაცრავად პატა ხო გახსოვს სადაც ცხოვრობდა? კი. აი იქ ცხოვრობ ახლა მე. დიდი მადლობა ნახვამდის. კარგად ბექა. სოფი, პატა ხო იცი ვინც არის? კი, ბურჭულაძე. თეკლა. რაღაც კარგი ბიჭია რა? კარგი სოფი, რა სისულელია გაგიჟდი, პატარა, თან ახლობლის შვილია, თან ეს ბიჭი მომწონს. რა გადაწყვეტეთ, წამოხვალთ თუ არა? რაიმე სოფი მე ვერ წამოვალ, ეხლა გამახსენდა ქუთაისში მივდივარ ღამე. არა უშავს, გამოფენა 8 საათზეა და მე მოასწრებ ქუთაისში წასვლას. უნდა გეთქვა ქუთაისში ვარო და ვერ მიხვდებოდი. სოფი, მეც ვერ წამოვალ, მამა ჩემი არ გამომიშვებს, ხო იცი ამ გამოფენებზე რა სიბინძურეებიც ხდება და აი ვერ წამოვალ. აუ, კაი, სთხოვე რა თეკლა. ხო, კარგი, წავიდეთ თეკლა, ახლა მეგობარია და შეპირდა წავიდეთ. ხო, კარგი, 10 საათზე მანდ ვართ. არა, 10 გვიანია, 8 საათზე იწყება გამოფენა. ყოჩხ სოფი, მე როგორი შტერიც მეგონა, ეგეთი არ ყოფილხარ. ისე რომ დააპირებთ წასვლას მეც მითხარით, არ დამტოვოთ. გამოფენა არის ზამასპიშვილის 420-ში და მაგ ქუჩას ვერასდროს ვერ ვაგნებ. ესე ვერაფერი კი ვერ მოგალით, მაგრამ ის ყვავი ძალიან მაგრად შევაშინეთ რა. მას ლაპარაკობ, გიო, ყვავი შეაშინე კი არა, ამან ბუჩქებში ისე ბრაცა რამის მე გავიგეთ წიწკი. რა იყო, ეთყობა ფეხებზე შემცივდა და ეს? ბადა, რა იყო, რაღაცნაირად ლაპარაკობ, რა იყო, რა გჭირს? აი, ლაშამის მომცა რაღაცა ეს ხის კევიო თუ ნაჯის კევიო ეს. დაგეჭირდა კბილები. ებო რაღაცნაირად ეს კბილები მიმეწება ერთმანეთს და აჰა. სლივს არ გავხსენე. აბა, ეხლა ტყეში ცხოველი არ იყო გია და რაღაცა ხომ უნდა მეკეთები. მეც ისე მოვიწყენე, მე ისე მოვიდა მე რაღაცის მოყდა, რომ აი ტყიდან, აი პატარატანის კაცი რო გამოვარდნილი იყო, ვესწროდი რა. ადექი მერე შენს და ისე ისრულე ჰაერში. ჰაერში რა უნდა მოკლა? რა ვიცი, 1000 ბაქტერიაა და ერთ ორს მაინც მოკლა. რაღაცას მაინც აი ინკუნს მაინც ვესწროდი. მიდი ესრულე. აბა. კარგია. შეხედე, რამხელა კუნცა აცილა, შეხედე, რამხელა კუნცა აცილა. ახნა, რა ჩემი ბრალია, გარბოდა და რა მეკ. ძალიან სწრაფი კუნძი იყო, ხო. ვიცი, ეხლა სახში რომ მივიდეთ, მასყად აგვიგდებენ, დაგწინებენ. 3 მონადირე წახვედი და ვერაფერი ვერ მოგალით. არა, 3 მონადირე არა, 2 მონადირე და 1 კარგად რო ვერ არის ის. მე ვიცი რაც უნდა ვქნათ. წავიდეთ ბაზარში. ვიყიდოთ ყურდღელი. ვესვრიმე თოფს და მე მივიყვანოთ სახში, ვითომ ჩვენი ნანადირებია, ჰა? შენი მიზნის ამბავი რომ ვიცი, იმასაც აღაცილებ და გაგვექცევა. დავაბანდა. მოიცადე. ვიყიდოთ დაკლული, ყურდღელი. ხო. და მე საფანტები ჩვენ თითის ესე შევტენოთ რა აქეთი. არა, არ გამო. რა საფანტი უნდა შეტენოთ გია, კარგი რა ეხლა რა. ისე მე თუ გადაგარჩენ და მე თუ გიშვებით რა. რა ვქარათ იცი? რაღაცა მოვიფიქრე. მოკლედ, ავდგე და დავკრიფოთ სოკო. ხო, სოკო დავკრიფოთ, ჩავიტანოთ სახში. და მე როგორ ტყვიან ის რა არის, უთხრათ რომ რო შევედი ტყეში, იმდენი სოკო დაგხვდაო, რომ ნადირობას უნდა გვავიწყდაო, აბა. ვა, მარტო ყოჩახ პატა, ყოჩახ, აი, ხედავ ის ხის ფისი რო შეჭამე, რო დაღეჭე, ხო? გაგეხსნა ტვინი. არ გინდა კიდე დაღეჭე. ის ლაპარაკი დავიწყე გამანა. სოკო კარგი ხომ არა ხო? სოკოს რობა იცით? როგორ არ ვიცი გია, ეს ლაპარაკი, სოფელში სოკომცნობელას მეძახდნენ, რას კი არა. ო, აი, უყურე, აი. აი ეს არის გველის სოკო. ხო. ერე კიდე იქნება. აი, ერთი ვიყო, ეს არის ვაშლა სოკო. რა ვაშლა სოკო? შეგა დამპალი ვაშლი გადაგე. ფუ, მართლა დამპალი ვაშლი. როგორ გავს ამ ვაშლა სოკოს რა არის? შეიძლება ესეთი მსგავსება. კარგი, მაშინ ახლა ავდგეთ და მივხედოთ, მოვძებნოთ სოკო, მოვძებნოთ, ხო? აი, მოვძებნოთ. ვა, აი გია. შეხედე, რა ხეკა? აი ეს არის მანჭყვალა სოკო. რა იცი რომ მანჭყვალა სოკოა? შეხედე როგორ აი
ოი დამანჭყლულია, შეხედეს? ია. რაღაც უნდა კითხო, შენ გამოსული მონადირი ხარ და რაღაც გეცოდინება რა. ისა სოკოს რა ნომერი საფანტუნო ვესროლო? ეხლა გამასტარი აქედან თორე მეგეცვი საფანტს იცოდი. არდი გაჩვენო, ვიდა. მართლა გაიქცა. ლაშა, კიდე მაგას ახლა ერთი ადგილი. ჭიამოესავით დაუწინწყლო, ჰა? არა, ესე გია. ძალიან მაგარი ნახევრად ავტომატური ბამბანერკა გაქვს რა. ლაშა, ჭუენად იყავიცოდე. აუ, კარგი, აი. ჭიამოეს. ჭიამოეს ვარიანტი გასაგები. კი ბატონო. ნახე რამდენი ხის სოკო მოვიტანე. რა ხის სოკო, კაცო, ხის ქერქია. მართლა, მეც რა ძნელად ზურება მეთქი, კი გამიკვირდა მაგრამ. რა შეხედე, სულ გაუტიტულებია ის ხე, შეხედე რა, შეხედე. აი, ეს ნორმალ. მოდი ახლა, მოდი მოვკრიფოთ სოკო და რო დავკრიფთ, მე არაფერი არ დავტოვოთ, არ დავანაგვიანებ აქაურო. დავანაგვიანოთ? რა უნდა დაანაგვიანო, კი რას ლაპარაკობ? ლაშას ისე შევდრო პარკებიანად ჭამა საჭმელი, ვითარ არ დავა. მცხარი როგორ გააკეთეთ? ახლა მესმის ლაშასი. აი მე გოგოებო ნუ მაქებთ რა. ვი მე ელენე, ნუნუს ფულს ხალ შემოგიტან, კარგი? კარგი. охотники пришли. ასე ადრე არ გელოდებოდით. რა ქენი? რა და როგორც იცოდე არ დამცინო და არც ვერ არ დაგცინებ, მართვის მოწმო რომ რა იღე. ავიღე? რა? მაშინ მეთოდას არ დაგცინე. მართლა, იღება? მართვის მოწმობა? გილოცავ მარინა, გილოცავ. მადლობა ლაშა. აიღო, დაბრუნდა ის დრო, როცა ფულით ყიდულობდი მართვის მოწმობას? კი, არ გცხვენია, არ უნდა მომილოცო. გილოცავ საყარაულო და აი ეს გასარეცხი. ხორმაც საჩუქრად მოვირთმევია. ჩვენს ნანადირებს გაჩუქებ. აბა? ისა, გავყამარენ ეს მეც გილოცავთ ეს მართვის მოწმობა რო აიღე და მე არაფერი არ მაქვს საჩუქარი ხო და გული რო არ დაგწყლით დღეს თქვენთან დავჭები. ახსენეთ და ნახეთ რა მოგიტანეთ. რა არის ეს? ტახი დავიჭირისა მოვკალით ჯერ მე დავიჭირეთ რა კუდახეს და გავატყავეთ მე ეს კუდარი ტახი და ეს სოკოს ფორმებად დავჭერით და წამოვიდეთ. ამ სოკოს გულისთვის წახვედით ამ ხელა ხალხი ამ ხელა გზაზე? ოჩაღ რა, იცი რა, ცოტა ხანში გამოფენაზე მივდივართ, თქვენ სხვათა შორის სოფი მკითხვა ძალიან. ხო და წავიღოთ ერთი სოკო იქ გამოვფინოთ, რომ ხალხმა ნახოს რა მოიტანა სამმა კბილებამდე შეიარაღებულმა მონადირემ 200 კილომეტრის სიშორით. ხოდა ან შეუნახოთ და მე ფიტული გააკეთონ და კედელზე დაიწყო. იცინეთ თქვენ, იცინეთ ხო? ამათ ადვილი გონიათ ეს სოკოს კრება რა. არ შეუდგეთ კაცო საქმეს. რა საქმე შეუდგეთ. კარგი ლაშა დავადგამ ახლა. მიყვარს ეს თან. ლაშა, მოვხარშო თუ ხო, მოვხარშო. შეწვა? ხო. შილა ხო არ გავაკეთო? ხო. წვრიანი ხო არ ჯობია? ხო. ვეზელი? ხო. რა გჭირს რა დებილი ხარ? დებილი შენახე. აი რაც მალე იქნება, ის გაგვიკეთე რა. ჯიგარი ხარ კი არა? მე როგორ ვერ აბა მოყევით თქვენ ნადირობის ამბები. მოგლეთ. დღეში ვართ. უღრან დღეში შევედით. ვართ ასე გასასვლელები ვზივართ. ველოდებით ნადირს, გაფაციცებით. ზივარ ესა და უცებ ბუჩქებში რაღაცა პაჩი-პუჩი ისმის. გავიხედე, ხედავ ორი თვალი. ცოტა შემეშინდა, მაგრამ ძალა მოვიკრიბე. ნუ მივეპარე, ესე თოფი მოვიმარჯვე, უნდა ვესროლო და უცებ მესმის პატას ხმა გია ქაღალდი ხომ არ წამოგვიღია. კარგი ეხლა
რა იყო რა მოსაყოლი ეგ იყო რა არის ვერ გავიგე ის რატო არ მოყევი თქვენ რაც მოგივიდა ეს გამზადდა საჭმელი დავждეთ სანამ საგვექნო ვალანტე რა გამზადდება ეხლა წყალი გინდა? წყალი მიეცით რა. წყალი? რა გინდა ვერ გავიგე გადმოაფურთხე თუ არ მოგწონს რა გინდა რა შევჭამ კიდე გადმომიღეთ კაცო კიდე გადმომიღეთ რომელი საათი ყოფილა? წავედით უკვე არ დაგვაგვიანდეს გამოფენაზე. ჩემი მანქანით წაგიყვანთ. მე მარინასთან ჩავშდევას მიეჩემნია მანქანას თოკით გამომავა და ისე მათრიონ. ეგრე უფრო მეტი შანსი მექნება გადარჩენის. და საერთოდ მე უკან ვждები. აი, მადლობა პაატა. უკანა მანქანა ვიგულისხმები. წავედით ჩვენ ჩავჭდებით მარინას მანქანაში, წავედით. აი, ლაშა ჯდება ჩემ მანქანაში. რა ჯდება კაცო, კიდე გადმომიღეთო. ამას აქ რა უნდა? ალო. პორო. ეხლა ისეთი რაღაც უნდა გითხრა, შეიძლება გაგიჟდე. ჩემთან სახლში იცი რა ვიპოვე? აი, გახსოვს იმ დღეს ინტერნეტში რო სოკო მანახე. ხო, აი რაღაც magic mushroom თუ რა. ხო, ჰალუცინოგენი. არ ვიცი, მე რა ვიცი საიდან მოხდა, არ ვიცი. წამოდი. რაღაცნაირად ავარდა. თქვენ როგორ ახართ? რაღაცნაირად. რაღაცნაირად. სუბუქა. წერტი მძიმე. ერთი სიტყვით, ეს არის ჩემი მეგობრის გამოფენა და ძალიან გამიხარდა რომ წამოხვედით ყველანი. ვაუ! ოპა! რა მაგარი მელოდია! რა მაგარია! ალო? არა მარინა არ ვარ, სოფი ვარ. ბექა შენ ხარ? რა სოკო? არა მე არ მიჭამია. ვაიმე. რა იცი რომ ჰალუცინაციებს იწვევს? რა ვქნა? 1 საათი და გაუვლით? ხო კარგი მივხედავ. აი, მადლობა გენეცვალე მაქვს მე, მადლობა. რა ვქნათ ხალხო? არ წავიდეთ ამ გამოფენაზე, როდემდე უნდა ვიდგეთ? ლაშა, გამოფენაზე ვართ უკვე. ასე არ ჯობია? ელენე როგორ ხარ? მე ძალიან ცუდად. თუ ძალიან კარგად. ვინიცინის? ეხლა გაჩუმდა. ვინიცინის სოფი? გაჩუმდა. არ მიაქციო მაგას, ყურადღება დაათვარი ელენა ხატები. ლაშა, რა საკეთებ? რა საკეთებ, ლაშა? ძალიან მწყურია წყალი და აი ამ ბავშვს ვეხვეწები, დამალევინებით აი. აი ამ ბავშვს რა, აი ბოთლს რო გავს, ამ ბავშვს ვეხვეწები, რომ ამ დოკიდან წყალი და არ მასნებს. არ მავს, რა თაობა მოდის. დამალევინეთ. ცოტა. სოფი. მომისმინე, ჩვენ ხო 6-ნი ვართ ახლა. ჩვენ ხო 6-ნი ხო ვართ. მე რომელი ვარ, აქედან დროზე მითხარ. რომელი ვარ? არ ვიცი ვარ. ვაი მე დავიტანჯე, აღარ შემიძლია ღმერთო დავიტანჯე, გეხვეწები მიშველი. ღმერთო გეხვეწები მიშველი, ღმერთო მიშველი დავიტანჯე, ღმერთო. ღმერთო. ბოდიში უკას.
პატა, მარინა და გია ხომ არ გინახავს? მე რას მეკითხები, მე რა ვიცი, მე ნახატი ვარო და გავიყიდო, წადი აქედან, წადი აქედან, მე რას მეკითხები, წადი. ხო არ იცი რა მიხარია? ვაშლი საიდან იშოვე ვაშლი? აი მოღუცია ნახაძე და ყიდის. წავალ არ გამასვას. მიდი. მოღუცი. მოღუცი. ვა. ატა. შენა. ატა. აი ესე აკეთებ შენ. გია. მე გავედი. ხო. აბა ჰე. არა, შენ ვერ მიხდი, მე ხა გალაქტიკიდან გავდივარ და ცოტა შენ მოგვიანდი. ხო, ჰე. მითხეთქო, ჰე. მე სოფი რა სილამაზეა, გადავირი, ასეთი სილამაზე ჩემს ცოცხლში არ მინდა. მე ქალბატონ მარინა, ეს სახანძრო სტენდი იყო. ვაიმე, ეს რა სილამაზეა. სოფი რა ღირს? 8 ლარი. 8 ლარი, ვაიმე 8 ლარი, რა ძვირია. გია, ვიყიდოთ რა. ხო, ვიყიდო და გავგზავნოთ ლევანს. მარინა, ლევანი რატო აღარ ჩამოდის ხოლმე ჩვენთან, რა არის? ჩამოვიდეს ხოლმე, დაგხვედოს, გნახოს, მენატრება ბოლოს და ბოლოს. მაგაზე ახლობელი მივყავ. ხო. თეკლა როგორ ხარ? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? ანუ შენი სტოკო არ გიჭამია? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? თეკლა არ გესმის რას გელაპარაკები? ჩვეულებრივად როგორ უნდა ვიყო? კარგი ილია რა ქუთაისში 2 წუთის წინ არ გნახე? ელენე, ილიას ელაპარაკე? არა, ნიკას. აი მე ელენე მიშველე რა, ესეთი შეგრძნება მაქვს რომ მელოტი ვარ. თეკლა მართლა ხარ? ლაშა. ნახატი იყიდე? არა კაცო, მშია და ხაჭაპური ვიყიდე. მაგრამ ცხელია და ვერ ჭამჯერ. სოფი. ნუ მისმენე დავიღალე რა ჩააქრე შუქი დავიზინოთ ეხა დავწერე. არა, დავწერე ჩააქრე შუქი დავიღალე. მარინას და გიას მოვიყვან და მერე წავიდეთ. უკაცრავად ერთი კითხვა მაქვს. გამარჯობა პაატა. გამარჯობა ლერი. ლერი არა, შენს პაატა უნდა მითხრა, დროზე. კარგით პაატა. პაატა, გისმენ. ერთი კითხვა მაქვს. ტუალეტი სად არის ხო არის? აი სამ მეც მაქვს ერთი შეკითხვა. ტუალეტი რა არის? უკაცრავად, აი ეს დაგჭათ და თხილად არ დაგეწოთ. სასტავს მაგარი რაღაც გაგიჩითიათ და მეც მითხარით რა. აი სასტავმა რაღაც გაჩითეთ ეთყობა, მეც მითხარით რა. რა, აი ისა რა. რა. რა უნდა და იმ ბიჭს? რა. არ ვიცი მე თქვენ გეკითხებოდა რაღაც. რა. არ ვიცი. ვიღაცა ბიჭი იყო და რაღაცა კითხათ რაო. ეკა, როგორ ხარ მამა? თუ სალომე ხარ? უი, ქალბატონი ნუნუ, ნაბატიეთ. ლეპტოპთან რომ დაგენახეთ, უცებ პაატა მეგონე და. ბექა ვარ, მამა, ბექა. რა გჭირს? მე? როგორ გარგათო გადასარევად? სოფიმ გითხრათ სოკოებზე? ხო, ეს საკო. აა, ნუ გეშინია, ნუ გაგიგულის მაგრამ მე ფაქტია თუ გამიარა რა. ხო? ყველაფერი კარგად. ნუ დედა სადა?
დედა ბოლოს ლიფტში იყო და ღილაკებს ელაპარაკებოდა. ოდესაც რო შემო არაფერი არ შეემჩნიო, ხო? რა უნდა შევიმჩნიო? რა და კაცო, იქ გამოფენის მერე ხო, რომ წამოვედით მარინას მანქანით წამოვედით, მარინამ წამოგვიყვანა რა, ხო ხტები არა? მესმის რომ ძალიან ცუდი საქციელია. ის სოკო არ უნდა გვეჭავა, მაგრამ ძალათი ხომ არ გვიჭამია ეს სოკო, არა მოხდა ესე, რა ვქნათ ახლა? მერე? რაღა მერე კაცო, ჯერ დედა შენი საპირისპირო მხარეს გადავიდა. მე ვარაზის ხევზე ესე ჩამოვიდა. მე საერთოდ გადმოვიდა მანქანიდან და ესე აწვებოდა მანქანას კაცო. მე პატრული მოვიდა და მართვის მოწობა ჩამოართვა რა. მართლა? ხო და კარგი, რო შემოვა, არაფერი არ ვთქვა, ხო? კარგი? აი, зараз დავიღალი, წამოწევი. შენ მანამდე მიდი გიას დაუძახე. გია, მამა, აბა კარგად ვარო? კაცო, მე კარგად ვარ, მაგრამ დედა შენი მარტო გიას დაძახებას რეაგირებს. გია! გია! არგას რა შედარებაა, უკეთესად ვარ. ეხლა მე წამოვგორდები, დავეშენებ და ყველაფერი დავივლის. ეს კარგია, ამას აქ დავკიდებ. ეს რა არის, რას გავს, რამ გვაყიდი? კარგი. ადი სახში ამოვალ და მოგხედავ მერე. ხო, კარგი. ის პატარა ნახატისაც წავიდა. ხო, რა არის, რა ხდება? ლაშა, ვის ელაპარაკებოდი? პატას ველაპარაკებოდი და მეკითხებოდა, ცურვა ვიციო? რაო? რა ვიცი, მე მეტროში ვარო და ცურვა ვიციო? მერე? მერე რა, მე უთხარი ადი შენთან სახში ამოვალ და მოგხედავ მეთქი. ლაშა? ხო. გონი ძალიან ცუდი რამე დაგვემართა. რა? გონი ნუნუსთვის შეგროვებული ფული რო ქონდა ოპერაციისთვის. ხო. იმ ფულით აი ეს ნახატები ვიყიდეთ. რა? არა თუ მართლა ახლა ნუნუს ჭირდება ეს ძვირად ღირებული ოპერაცია, ემზარის და ნუნუს მაგის ფული არ აქვს და ფული ჩვენ უნდა აუგროვოთ რა. რა აქტიურია ნაშა ანახე რა. სულ თვითონ წერს. ჯერ ერთი ნაშა არ არის და მეორე ხანდახან მეც წერ ხოლმე. ისევ მართლა ბიჭი არ მინახავს და მე მგონი მომწონს. მე მგონი შენზე შტერი ვარ, სოფი. ლაშა არ გაიწე. დანადა დედა არ გაიწე, ხელი მაღლაძე. დადე მეთქი დანდა რო გეუბნები. აცი კაცო, ეგ ტოპი შენ არ გაგივარდეს არ. მორჩა დამთავრდა. თელის ხორება დამცინი ბოლო უნდა მოეღოს მაგ ყველაფერს ახლა. ბოლო უნდა მოეღოს, მორჩა მეთქი, ადექი, დადე დანადა ადექი. ეს არ არის ნორმალური, არ არის ეს, არ არის. თელის ხორებაა მე დამცინი. დადე მეთქი ეგ ტოპი. ეუბრები გამოვკრავს სასხლის დევილ და მიგასხმევინებ ტვირს ადექი თეზე. ადექი. ახლა პეთქი ადე. აცი ეგ ტოპი შენ არ ახარ, შენ ნორმალური არ ახარ. გამივარდება, გამოდი აქ. სად გამოვიდი? გადი მიდი იქით წადი. რა გინდა რა? წადი მიდი ტუალეტის კარი გააღები. მიდი ტუალეტის კარი გააღები. გაგინდა კაცო რა. გააღე დუზე ტუალეტის კარი. რა და შენ არ ახარ ნორმალური. გააღე ტუალეტის კარი, გააღე. გავაღე რა გინდა რა? რა მინდა და დარწმუნებული ვარ მაგრად შეგეშინდა და მიდი ფისიქები ახლა. მაიმუნობას
შენ მაგთოფით მართლა მაიმუნობას გირჩევნია ის მითხარი რომ თელი ხამე წარბებს რატო მაწეწკნედი რა იყო რა მოგივიდე მოკლედ ხო ისა რა ქვია სიზმარი ნახე ლაში ხო ხდები და წესიერად ილაპარაკე კაცო ხო მართალი ხა სიზმარი ნახე ხო და ვიდექი ჩემთვის და ხელში მეჭერა გვირილა და თამაშობდი უყარა რა უყარავს რა ხო ეს ხო ხდები და სხვათა შორის უყარვა ლაშა რო იცოდე კი არა ხარ შენ ნორმალურია უყარვარ კი არა ხარ ნორმალური შენ აი ეს ფული მეც დავდებ ნამოსთვის ნიკა დედიკა ყულაბა გატეხე ხო 20 ლარი აკლდა და 20 კერო 30 დებილი ვაცა ელენე ისე რა აი ეს ფული გამომართვი რა მეც მინდოდა გუშინ მინდოდა მომეც ამარა 30 ლარი დამაკდა დღეს მეგობარს ეს ხედა ეს თოფიე მაგარია ნიკა დადე ეგ თავის ადგილზე დროზე დადე წადი შენ 13 სადინე გქს იმეც სადინე მიდი და ვისია ეს გია მიყიდა ახალხანს და დღეს დამპატიჟა სანადიროთ ხოთაშორის და მითხა წავიდეთ ვინადიროთ და წავალ ჩვენც ვინადირებთ და ბარემ წავინადირებთ რა ხო პატა მაგრამ ეხლა ნადირობა ხო აკრძალულია ვიცი მაგრამ მაინც წავინადირებ ცოტას პატა ეხლა ხომ არაფრის მოკლა არ შეიძლება ელენე ადამიანმა ზედიზედ ერთდროულად 17 კარაქენი პური რო ჭამოს ეგ შეიძლება აჰა შეხედე მე-18 მიდი ლაშა გენაცვალე მიდი გული არ წაგივიდეს არ ვიცი პატა რამეს თუ მოკლავთ იცოდე აქ არ ამოათრიოთ გასკელენე მოვათრიოთ რა ლაპარაკები ხა დაუშვათ მოკალით ბუ ხო ვიყან სახში ბუს მე ადექი შენეს და ეს დიდი ბუ დაჭერი პატარა ბუებად და გააკეთე გუფთა ბუზგუფთა ჰა შენერი რა ან იმას ვიზავთ რა ქვია წავალ და მოვკლავთ ოფოფს მე ჩამოვიყვან შენ გააკეთებ ოფოფის სუპს და ლაშა რო შეჭამ სიტყვის ოფოფოფო რა გევრიელიო კარგი პატარა სისულელებს ლაპარაკობ რა სიზავ ლაშა შენ რა გადაწყვეტე წამოხვალ ჩვენთან ერთად არა პატა მეზარება გესარი ხო მეზარება სანადიროდ წამოსვლა თქვენ რომ მოინადირებთ მე აი ნანადირს რომ მოიტანთ ხო მე მევინადირებ იცი რა ლაშა ეხა რო დავფიქრდი ხო მე და გირო წავიდეთ სანადიროდ და დაუშვათ ტყეში შეხვდა დათვი ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ ხო და შენ რო იქ იყო ხო მიხვალ დაელაპარაკები გაუგებთ ერთმანეთს როგორ დათვი დათვს მე შენი იმედი მაქვს და შენ როგორ ზნე ისე გადაწყვეტ მე შენი იმედი მაქვს პატა მე თუ წამოვალ და დათვი თუ შეხვდა შენ თავს გადაუგდებ იმ დათვს გადაუგდებ სანამ შენ შეჭავს მე გავიქცევი ესე იგი მოდიხარ არა მეზარება გეზარება ხო? ხო და აი მარინა რო გაგვატა საჭმეს მარტო მე და გიო რო შევჭამთ იყავი მე ეგრე. ო. მარინა გატაც საჭმე. დიახ. პრინციპში რას ვაკეთებ სახში? მე წამოვალ მაინც არაფერი საქმე არ აქვს. ხო, რითი მივდივარ? რა ვიცი, იმედია გიას პატარა მანქანით არ წავალ თორე მართლა რო შეკვდეს დათვი მანქანიანად შევჭამს და მე. გააჩვენ რამე სანადირო აღჭურვილობა? არა, მაგრამ ვიშოვი და ორ პატრონტაჟს წამოვიღებ. ერთს ტყუებისთვის, მეორე სოსისებისთვის რა. ეგ არ დაგავიწყდეს ხო, სოსისები არ დაგავიწყდეს. ლაშავიძია, მეც წამოვალ რა სანადიროდ? არა. რატო ლაშა რა გინდა წამოვიყვანოთ ეს რა უნდა აკეთოს კაცო? რატო რა გინდა ძაღლად მაინც გამოგვადგება რა გინდა? რა გინდა ხო სახშუალი? ნიკა. პუტი ეძება იპოვა ბოიტანა. ნახე რა გინდა შეხედე ოჩა შენელი ზაღლია ლაშა რა არ მოგწოს ვერ გავიგე ნახე რა წავიყვანოთ ახლა ეს თუ წავიყვანოთ მეთქი გეუბნები წავიყვანოთ სად უნდა წაიყვანო